სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა გააგვოცოთ, ღმერთმა გავიხაროთ ის კურთხევა, წყალობა, მადლი, სიკეთე არ მოგებდეს არც თქვენთაგანს და თითოეულ თქვენთაგან შეეძლოს ღვთისმაგი, დაიფაროს და დაიცვას ღმერთმა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო დაიფაროს ღმერთმა და ღმერთმა მიცეს ამ ქვეყანას სიკეთე, ღმერთმა მიცეს ამ ქვეყანას პლურალიზმი მეხისოთ იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს განვაძლავდნენ, არ კლავდნენ, არ ებრძოდნენ ერთმანეთს და ყველა ზრუნავდეს იმაზე, რომ ამ ქვეყანას მიეხედოს და რომ ეს ქვეყანა იყოს კარგი და ყველა მიფიქროს იმაზე, რომ ადამიანები არიან მოსავლები და ადამიანები არის საპატრონო, აი ღმერთმა აქამდე მივიყვანოს ყველა თავიანთი პირადი მე და თავიანთი პირადი პრინციპები კი არ ქონოდეთ. რომ ქვეყანას რომ მიხედო, ხალხი რომ იყოს მისახედი, რომ ყველას ღმერთმა ეს დამოკიდებულება მიცეს, მინდა ეს ვთხოვოთ ისაგან და ყველას ერთი რამე და შევახსენო, ყველას აბსოლუტურად. დღეს ცირვაზე ვფიქრობდი, რომ ეს ქვეყანა და ეს მიწა წყალი დედა ღვთისმშობლის ფარველობის ქვეშ არის. ეს მიწა წყალი დედა ღვთისმშობელმა თავისთვის ჩაიბარა და წარმოიდგინე, ვინც სამქვეყნის მსახურებას მოინდომებს და ვინც მოინდომებს, რომ ამ ქვეყნის მსახური უნდა იყოს, თანამდებობა უნდა ეკავოს, მან უნდა იცოდეს პირველ რიგში, რომ ის უნდა იყოს ღვთისმშობლის მსახური. ამიტომ ღვთისმშობლის მიწა და შენ უნდა იცოდე, რომ შენ ღვთისმშობელს ემსახურები და შენ მის მიწა-წყალს ემსახურები. წარმოუდგენელია საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ადამიანს უნდადეს ხელისუფლებაში მოსვლა და დაკავება ამ ადგილისა თანამდებობისა და მას ღმერთის არ წამდეს. მას პატივისცემა არ კონდეს ზედაღთშობლისა, მას პატივისცემა არ კონდეს ზიარებისა, მას პატივისცემა არ კონდეს სიწმინდისა. ესეთი რამე გამორიცხო და შენ თან გილოდეს, რომ ამ ქვეყნის შვილი იყო და ამ ქვეყანას ემსახურებოდე, ეს ადგილები დაუჯერებელია, იმიტომ რომ შენ ზედაღთშობლის მიწა-წყალი უნდა ჩაიბარო. შენ ღვთისმშობლის უნდა ჩაიბარო ეს მიწა-წყალი, რომელზეც ამდენი სისხლია დაღვრილი. ძალიან ბევრ ქართველს ჩვენ წინაპრებს ბევრი სისხლია დაღვრილი იმისთვის, რომ ჩვენ ქართულად გვემეთხველა. ჩვენ ქართული აზროვნება ქონოდა, ჩვენში ყოფილიყო ტრადიციების მიმართ საოცარი მიმდევრობა, იმ წინაპრების მიმართ, სიწმინდეების მიმართ მიმდევრობა. ამისთვის დაიბარა ამდენი სისხლი და შენ თუ გინდა ამ ქვეყანაში მოსვლა, მაშინ შენ უნდა ემსახუროდე და ღვთისმშობელს, შენ უნდა გესმოდეს რა არის ქრისტეს მიმდევრობა. საოცარია ყველას გახსოვთ ალბათ თქვენ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სიტყვებით სიკვდილის წინ რა დაუყარა მან ჩვენ ქვეყანას და რა დაუყარა მან თელ საქართველოს და თვითონ ჩვენთაგანს რა დაგვიბარა. ეძებდეთო ქრისტესთვის სიკვდილსო, ქრისტესგან კი არ გაიქცეთო და ქრისტეს კი არ მოვერიდეთო. ქრისტესთვის სიკვდილი ეძიეთო ქართველებო, ეს დაგვიბარა წმინდა ვახტანგ გორგასალმა. ეს დაუყარა თელ ქვეყანას, თელ ქართველოსო, ქრისტესთვის სიკვდილს ეძიეთო. დღევანდელ დღეს მამასამო 60 კილო წარიკითხა. და საოცარამე სამბოს პავლე მოციქული, ვისაც ქრისტიანობა ესმის პირდაპირ წერია, როგორია ნამდვილი ქრისტიანობა და პავლე მოციქული საუბრობდა ამაზე დღევანდელ დღეს თავის სამოციქულოში, რომ მეო ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ვარ. როგორც ქრისტე ეცვა ჩემთვის ჯვარსეო, ზუსტად ესევე მეცო ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ვარ. მეც ზუსტად ის გზას გავდივარ, რომ თუ ქრისტეს გზას ვირჩევ და თუ მინდა რომ მიწოდებოდე ქრისტიანის სახელი მეწოდესო, მაშინ მეც ქრისტეს ტანჯვა, ქრისტეს გზა უნდა გავიარო. და მასთან და ჯვარცმული ვარ, მე მზადა ვარ, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ქრისტესთან ერთად ეს ტკივილიც და ეს სიხარულიც გავეზიარო. ესა ნამდვილი ქრისტიანობა. დღეს ესევე სახარება იყო წაკითხული. ამ სახარებაში ჩვენ ძალიან მოჯერ გვისაუბრია. თესვარის იგავზე და ვიცით თქვენ ეს სახარება, იცით ამის განმარტება არ დავიწყე ამაზე ბევრ საუბარს, რომ იცით რომ რა მნიშვნელობა აქვს ამას, რაც ნიშნავს ის კლდეზე დავარდნილი თესლი, ეკლებში ჩავარდნილი თესლი, ნაყოფიერი მიწაზე ჩავარდნილი თესლი, ეს ყველა მიცით, მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ადამიანი ამას ვერ იაზრებს და ვერ ითავისებს და ცხოვრებაში ამ ყველაფერს არ ატარებს ადამიანი. რამდენჯერ ყოფილ ხარ თქვენ ისეთ მდგომარეობაში, რომ როდესაც კი ადამიანს, აი როგორც ეცერა დღევანდელ სახარებაში მაცხოვარი როგორ განმარტავს, თუმცა მოციქულები თხოვენ ამ სახარების განმარტებას, როგორი განმარტება აქვს მაცხოვარს და როგორ ამას ამბობს, რომ როგორც კი ადამიანებზე განსაცდელობა მოიწიაო, დაავიწყათ ქრისტეს სიტყვაო. იმ თვეშივე დაივიწყეს, რომ ქრისტე მათ გამო ჯვარზეა გაგული, ყველაფერი დაავიწყათო. და ამ ქვეყნიურობა რომ მოშთო ადამიანის ეს სული და ზოგმა უარი თქვა ღმერთზეო. თქვენს უარი თქვა, რომ განსაცდელი შეემთხვა, ავადმყოფობას შეემთხვა, ან მისახლობელს შეემთხვა ავადმყოფობა, ან მისი ახლობელი გარდაიცვალა, უახლოესი ადამიანი. და როგორც ესეთი რამე შეემთხვათო, იმ თვეშივე ღმერთზე უარი თქვეს ამ ადამიანებმა. მეორე ეს საუბროს წარმოიდგინეთ, რომ ესეთი როგორ სიტყვა ძალიან მოეწონა და ყველას უნდა ქრისტიანი იყოს, სახელს ქრისტიანს ატარებდეს, მაგრამ როგორც კი მათ წინაშე საცდურები დადგაო,
როგორც კი საცურები ანუ ეს ეხალბარდები ამოვიდა ეს საცურები მის წინაშეო იმ თუჩიო ეს სიტყვა რომელიც მან მოისმინა ძალიან მოეწონაო იმ თუჩიო მოაშთო ამ სიტყვა ეს სიტყვა ამ ეხალბარდები ამ საცურება რამდენჯერ ყოფილა ჩვენ ამ საცურებში და რამდენჯერ დაგვითმია ჩვენ ღვთისთვის რამდენჯერ აი ღმერთისთვის გვიღალატია და ეს საცურები არ მორჩევია რამდენჯერ მოგხართ აი პირადად აი დილით რო იღვიძებ თუნდაც რამდენჯერ ხართ ამ არჩევნის წინაშე რომ მოდი ახლა დილით ადრე გავიღვიძებ და უცბად წავიკითხავ მაგრამ არა ეს ძილი გერევა არ რაღაცა სხვა საქმე გერევა და უცბად გადადებ და უცბად საკითხულობ თუ რა მსხეულს კიდევ დასვენება უნდა დაასვენო ეს სხეული ამიტომ გეზარება ეს ძილის ლოცვა და ვერ კითხულობ დილით ადრე ვერ დგები რომ ღმერთი 10 წუთი ადიდო რომ 10 წუთი ღვთის წინაშე უცბად წაიკითხო იმიტომ რომ შენი საკუთარი თავი გერევა ის რაღაცა აპეპლიური ცოტა ხანი კიდევ ერთი 10 წუთი ლოგიში წოლა გერევა წარმოიდგინე და უცბად საკითხულობ რამდენი ქრისტიანი ეკლესიური მაზიარებელი ამსარებელი რომ ღამე ისე იწინებს რომ ლოცვას არ კითხულობს არ ამბობს ლოცვას ისე იწინებს ძილის წინ წარმოიდგინე არა და ღმერთი ჩვენგან ხო ბევრ ამას არ ითხოვს დილით 10 წუთი უნდა ილოცო და ღამე 10 წუთი უნდა ილოცო ზოგი დილით 1 საათს ლოცულობს ზოგი ღამე 1 საათს ლოცულობს ზოგი სულ ღმერთი ხავს გულში სულ ღმერთი ხავს გულში სულ წარმოიდგინე აი მიდის მოდის საქმეს აკეთებს ამას აკეთებს სულ ღმერთი ხავს გულში სულ ღმერთზე საუბრება იმიტომ რომ ძალიან შეყვარებულია ღმერთი ცი როგორ უყვარს ღმერთი რომ მის გარეშე მას ცხოვრება არ შეუძლია არ შეუძლია რომ მის გარეშე იყოს რომ მას არ ესაუბროს ისმად რომ პატივისცემა არ გამოხატოს მიდის მოდის სულ ლოცულობს სულ უფალო იესო ქრისტე ძეოხთისაო შემიწყალე მეწოდული სახს ალაგებს ლოცულობს საქმეს აკეთებს ლოცულობს იმეს ესაუბრება და სულ ლოცვაშია სულ მედრებაშია ის წინაშე სულ თხოვს ღმერთს რომ ღმერთო შემინდე ისეთი ადამიანი არაო რომ მე შენ დაგეხმარო რომ მე შენ რაც მე გამიკეთე იგივე მე გავაკეთო და მაპატიე ღმერთო ეს ყველაფერი ვიღაცას აქვს საოცარი სიყვარული ღვთისა საოცარი შეყვარებულია ღმერთზე და ერთი სული აქვს რომ მის წინაშე იყოს მართლა და როგორც კი მასზე ცოდვა მოიწევს იმ თუჩივე გაურბის ის ამ ცოდვას იმ თუჩივე ებრძვის ცოდვას არ იკარებს ცოდვას იმიტომ რომ იცის რომ ცოდვა მის სულს მოაშთობს იცის რომ ის ეხალბარდები რომელიც ამოვა იმ თეს გასაგაც არ ვიცები და მოკვდება ის აი ესეთი ადამიანები ვინც ღმერთზე თელი ასებით შეყვარებულები არიან ეს მესამე თესი რომელიც კეთილ მიწაზე დავარდა და გამოიღო ძალიან ბევრი ნაყოფი ანუ მარტო თავისთვის კი არა სხვებსაც ძალიან ეხმარება ბევრი ადამიანს ეწევა ბევრი ადამიანის დახმარებას ახერხებს ყველას ეწევა მასთან ურთიერთობა ყველა ადამიანს სიამოვნებს იმიტომ რომ ესეთი მე ვიძახებ ნამდვილ ქრისტიან ადამიანებს ეკლესიაში მოსიარულე ადამიანებს კი არა მარტო შეიძლება ადამიანი ეკლესიაში დადიოდეს პარფულობდეს ეზიარებოდეს მაგრამ ჯერ კიდევ გული გაყვაებული ქონდეს გაყიდული ქონდეს გული ცივი იყოს სულ რაღაცა როგორ იყოს ის სულ არ იქონდეს ბოლოდი რაღაცების და არ შეეძლოს საკუთარი თავის გაწირვა საკუთარი თავის ხორბად გაღება შეიძლება ადამიანს არ შეეძლოს თუნდაც ნები დადიოდეს ეკლესიაში თორე სულ აკითამეს ახლა გუშინ ვესაუბრებოდი მოწმენდანთან ვისაუბრეთ გუშინ საღამოს საუბრობთ რაღაცებზე და გუშინ ესეთი რამეზე ვისაუბრეთ წარმოიდგინეთ მეთქი აი როგორ უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი ადამიანი მეთქი რა არის ქრისტიანი ადამიანის თავარი მიზანი რომ დილით რო იღვიძე ხო გადიხდა დღევანდელი დღე ღმერთმა კიდევ დღეს გაჩქვა ერთი დღე იმისთვის რომ აი კიდევ სიკეთე აკეთო კიდევ გამოხვიდე ასპარეზზე გამოხვიდე და კიდევ შანსი მოგეცა იმისა რომ დღეს კიდევ ერთხელ მოინარიო შენი ცოდვები და კიდევ ერთხელ სიკეთე აკეთო ანუ შანსი მოგეცა დილით გაიღვიძე და როგორ უნდა დაამთავრო დღევანდელი დღე თელი არსება და ვფიქრობ რომ მოდი რას გავაკეთე მოდი ვისօր დავეხმარები ვისօր შევეწევი ვისაც სიკეთეს გავაკეთებ წარმო თელი დღე ამას ვფიქრობ თელი დღე უნდა ვფიქროთ იმის რომ შენი დღევანდელი დღე იყოს ნაყოფიერი და ნაყოფიერი როდესაც დღე ილია ჭავჭავაძის წმინდა მართლის წოდების არ იყოს და ყოველ დღე შენ თავს კითხე აბა დღეს მე ვის რა ვარგე ვირა მარგო და რა მივიტანე სახშიო და რა გავაკეთე ეს კი არ ვთქვამს ილია ჭავჭავაძის ჩემს რა გავაკეთე და მე რა მოვიხვეჭე და მე რა მოვიპოვე არა ვის რა ვარგე ვამო მე ჩემგან სარგებლობა ადამიანებს რა თქონდა მე რითი დავეხმარე ადამიანებს მე იქით ვის როგორ შევეწიე და მეუბნებოდი მოწმესაც წარმოიდგინე ახლა ზოგჯერ მოწყარი სასრულპირი წარმოიდგინე ხარ და ერთი დღე შენი ერთი დღე გავიდა და ვერაფერი ვერ გავუკეთე ის ბოლოს მოწყარი და დადგეს და ნებისმიერ ქრისტიანი და მოხდა ტიროდე რომ დღევანდელი დღე ღმერთო მე შენ ვერ გამომიყენე მე ვერავის ვერ ამისთვის და ნერვიულობდი ამას და გარისდე რომ შენ დღევანდელი დღე გაგითენდა დაგიღამდა ესე დაგიღამდა რომ ერთი სარგებლობა არ ყოფილა შეგა
იქით არავის არაფერი გაკეთებია. ესე მე ერთ დღეს მეორე დღე მოყვება. მეორის მესამეს მეოთხე და ადამიანის იფიტება და იცლება ადამიანის სული. მაგრამ ადამიანი რომელიც ამ აზროვნებით აზროვნებს და ილია ჭავჭავაძე წმინდა მართლა რომ მოუწოდა თელერს სამისკერო და ყოველდღე შენ თავს კითხე აბა მე ვის რა ვარგე მე ვის რა გავაკეთე წარმოიდგინე ახლა ჩვენ რომ ყველა თელი ჩვენი ქვეყანა ესე რომ ცხოვრობდეს ყველას რო ქონდეს ერთი სული იმისა რომ მე ვიღაცას როგორ გამოვადგები დღეს აი დღევანდელი გაცემებისთანავე ჩვენი პრეტენზიები რატო აი ნახე დააკვირდით ადამიანებს აი ახსარებებში ასე ლაპარაკობ ამაო სულ ამდეს სიკეთეს უკეთებ გადავხევი ამ ადამიანს ვერ დავანახე მამო აი ვერ დავანახე ვერაფრით რა სულ მე უკეთებ სიკეთეს სულ მე უნდა უკეთო სიკეთე აი სულ შეიძლება სულ მე გავცე ამის ხედა აქეთ არასოდეს არ ვიგებ ქრისტიანი ადამიანი შვილის მიმართაც ეს პრეტენზია აქვს ქმრის მიმართაც ეს პრეტენზია აქვს ცოლის მიმართაც ეს პრეტენზია აქვს წარმოიდგინე დედის მიმართაც ეს პრეტენზია აქვს მამის მიმართაც ეს პრეტენზია აქვს მე სულ მე უნდა ვიყო ესე დიახაც სულ შეიძლება იყოს ესე თუ გინდა ქრისტიანობა და მე ღმერთი ამას ხედავს პავლე მოციქული წერს ეპისტოლეში სიყვარულთან დაკავშირებით რა არის ნამდვილი სიყვარული ნამდვილი სიყვარული სპირტისებრივ ჩამოდის ნამდვილი სიყვარული გაქვს მაშინ როდესაც შეგიძლიაო შენო საკუთარი თავი გაწინო სულისთვის ეს რამე სამოსო სიყვარული თავის თავს არ ეძებსო სიყვარულსო არ შურსო სიყვარული არ ქედმავლოსო სიყვარულმა არა შერაცხის ბოროტი ანუ არა შერაცხის ბოროტი რას ნიშნავს რომ ადამიანი რაღაცა საშინლად როიქცევა ცოტა როიქცევა და როიცი რომ ეს ბოროტისგან არის ესე გაღაზიანებული და შენ რომ გიყვარს ადამიანი შენ რომ მის ბოროტებას არაფერ არ შერაცხავ იმ სადამე რო გეყარება მაგრამ ის აქცელი რო არ გეყარება ის ცუდი აქცელი რო არ გეყარება და მე ესე ავტორი სამ სიყვარულს ფისებების ჩამოს დაკავშირებით პავლე მოციქული ესეთი სიყვარულიო არასადა დავარდებისო ანუ არ დაგეკარგება შენ ეს სიყვარული თუ შენ თავ განცილვა და ბოლომდე გაღება იცი ეგ სიყვარული არ დაიკარგება არასოდეს იმიტომ რომ ღმერთი მაინც ამას დაინახავს თუნდაც იმ ადამიანს ვერ დაანახავს სიკეთე წარმოიდგინე შენ კი არა ქრისტემ ვერ დაანახა ადამიანებს სიკეთე ქრისტემ განკაცებულმა ღმერთმა წარმოიდგინე ადამიანებს ბრმელებს თვალი აუხსნა ყელობლები განკურნა ამდენი სიკეთე აკეთა ადამიანებს დააპურა აჭამა ღმერთზე ესაუბრა, სიკეთეზე ესაუბრა, პატიოსნებაზე ესაუბრა, წესიერებაზე ესაუბრა და წარმოიდგინე, ესეთი ღმერთი ადამიანებმა ჯვარზე გააკრეს და შენ თუ ქრისტეს გზას აერჩე, შენც ესე მოგეცევი. მე მითხარით ერთი მოციქული მაინც, ერთი წმინდანი მაინც, რომელსაც კარგად მოეწე, რომელსაც სიკეთით გადაუხადეს. აბა დამისახელე, ერთი წმინდანი ესეთი, ხო გითხულობ წმინდანების ცხოვრებას. ყველა წმინდანი გაწიდეს, ყველა წმინდანი გაიმეტეს. ყველა წმინდანი შეურაცხეს, დაამცირეს, ცილი დასწამეს. ადამიანებმა აგერ აკვინა, აგერ 21 საუკუნის მაგალითი, დღევანდელი მაგალითი. აგერ პატრიარქმა რამდენი სიკეთე გაუკეთა, თავიდანვე გაიღო საკუთარი თავი ქვეყნისთვის და აგერ ბოლო წლებში როგორი რამე დააბრალეს მის უწმიდესობას. წარმოიდგინეთ, აგერ მაგალითი არა დგას და ითმეს. კი არ ამბობს რატომ აკადრეთ, ვის აკადრეთ, როგორ გამიბედეთ ამას, კი არ ამბობს. ითმეს ესე ითმენდა ყველა წმინდანი არასოდეს წმინდანებს თავი არ მართლებია ცოდვაში და აგერ მაგალითი მოგცა აგერ 21 საუკუნეში ჩვენი თანამედროვეა ეს სადღაც მე-4 საუკუნეში კი არ მოხდა და მე-3 საუკუნეში და მე-5 საუკუნეში და მე-8 და მე-9 აგერ არის 21 საუკუნის მაგალითი კიდევ იმაზე ფიქრობს რომ ქვეყანას ითი დაეხმაროს და რითი შეეწოს ქვეყანას მას არ აინტერესებს მასზე რა სიტყვია იმიტომ რომ მას უკვე საკუთარი თავი უკვე გაწირული აქვს, მას უკვე საკუთარი თავი გაიგო. უკვე გაიგო ხალხისთვის და როცა შენ მოგნა ქრისტიანობაში რა არის მთავარი ლაიტმოტივი და ბოლომდე სახარებაში აწერია, რაც მე ხშირად გეუბნებით ხოლმე თქვენ მაცხოვრის სიტყვებს. უარხავ თავი თვისი, აღიხე ჯვარი და შეამიდეთ იმე. აი პატრიარქმა ეს შეძლო უარყო საკუთარი თავი და ის განსაცდელები, რომელიც მასზე დაეშვა, ეს ყველაფერი მიიღო და ეს ყველაფერი რო ისწავლა, მე შეუდგა ქრისტეს. ეს მას ბოლომდე გააზრებული აქვს და თუ თქვენს გინდათ რომ კარგი ქრისტიანები იყოთ მე როგორც პავლე მოციქული ამბობს დღევანდელი ეპისტოლეში როგორც ეს პავლე მოციქული საუბრობს თუ გინდათ რომ ის ვიცა იყოთ და ის ეს რომელზეც განაყოფიერდება და მრავალ სიკეთეს გამოირებთ მაშინ ისწავლეთ საკუთარი თავის გაღება სულისთვის მაშინ ისწავლეთ რომ თქვენ სანამ ბოლომდე არ გაწირავთ საკუთარ თავს ბოლომდე აი ნახევრად გაწეული არ ეთვლება აი სტუდი შედარება უნდა მოიყვარო მაგალითი ფეხბურთის მაგალითი
90 წუთი ძალიან მაგრა რო ითამაშე და გოლი უარ გაუშვა. ბოლო წამში თუ გაგივიდა გოლი თამაში საგებული გავს. და ის არავის არ ახსოვს რომ შენ 90 წუთი თამაში უთევ იმათა ხანერთ 30 ჯერ სტარგას მოხდა ბურთი 40 ჯერ გარე მაგიყო ბურთი ეს არავის არ ახსოვს. იქ ანგარიში იწერება ბოლოს რომ შენ წავაგე ის თამაში. ბოლო წამში გაგიტანა ბურთი და დამთავრდა. ანუ ის რომ მაგალითად ითმედი იმას ამის თუ ბოლოს მაინც არ მოუთმენდა თუ მაინც იგივე შედეგს ადებს ეშმაკი რაც შეგამოვიდა რის გამო შემბრძოლა დაგიწყო რომ შენ ოჯახი დაანგრეული ხო რომ ეს მოხდარიყო შენში რომ ის ადამიანი მოგეძულებინა თუ ეს უნდა ეშმაკი თუ ეს მაინც მიიღო რა მნიშვნელობა აქვს როდის მიიღებს ამას ჭადრაკს რო ეთამაშები მეორე ადამიანს როდის გაიგებდა ამდენჯერმე გამოიცნო მისი ეს კომბინაცია რომ მას გიკეთებს და დაიცვა თავი ამისგან თუ მაინც მაგი ჩაგისვა რა მნიშვნელობა აქვს თამაშო წაგებული გავს თუნდაც 2 საათი ეთამაშო და 2 საათი არ წააგო თუნდაც წილი დღე ეთამაშო და არ წააგო თავარი ბოლოს მოგიგოს და ბოლოს წააგო და მაინც ის რჩევა მოგებული ამიტომ მოთმენა ბოლომდეა თავგანწირვა ბოლომდეა ერთ ატერის მოგიყვებით ამი დავამთავრეთ დღევანდელ ქადაგებას ეშმაკს მდელი მიხავს ცოდვაში ჩასარდებად გზად მიხავს რომ ცოდვაში ჩავდეს ეშმაკი და გზაში შეხვდება მეორე ეშმაკი მოდის ეს ეშმაკი და შეხვდება რომ ხედავს რომ ეშმაკს მითხავს მდელი რომ ძალიან ცივ ცოდვაში ჩავდეს ეს მდელი და ეს ეშმაკი ეკითხება ამას სად მითხავს ეს მდელიო და ბრუშობის ცოდვაში და ჩავაგდო ეს მდელიო მიხავს უკვე დავითახმო წრისო და მიხავს რომ ცოდვაში და ჩავაგდო ეს მდელიო და რამდენი წელი დაგჭირდა ეს მეორე ეშმაკი ეკითხება რომ აი რამდენი წელი ებრძოდიო მას რომ აქამდე მიგეყარეს ეს მდელიო და 30 წელი ებრძოდიო რომ ამ ცოდვამდე მიყარა 30 წელი წარმოიდგინე რას ნიშნავს რომ ეს 20 წლამდე არ ეკითხებოდა ხო უდად ეკითხებოდა 25 ანუ უკვე რა ასაკში იქნებოდა ეს მოძღვარი წარმოიდგინე და 30 წელი ებრძოდიო და ვერაფერ დავითახმოდა ძლივს ახლა უკვე დავითახმო და ამ ცოდვაში შესაძლებლად იმყავს და მეორე ეშმაკი ცირას პასუხობს რა სწრაფად მოახერხებო რა მალე დროში მოგიხერხებია მისთვის ეს 30 წელიც არაფერი არა ეშმაკისთვის ძალიან სწრაფად მოგიხერხებია მისი დაცემა და მისი დაქცევა ნიშნულობა არ აქვს ამ ცოდვაში როდის აღმოჩნდებით თავარია შედეგი რა იქნება და წინააღმდეგობის გაწევით ყოველდღიური წინააღმდეგობის გაწევით ცოდვით ადამიანი იზრდება და ვითარდება თორემ თუ იმას შედეგი მიიღო მნიშვნელობას არ აქვს ამ ყველაფერს მართლა შეგაძლები რომ ციცმილით პატიოსნებით ერთგულებით ცხოვრება თქვენი სამშობლოს მიმართ თქვენი ქვეყნის მიმართ ჩვენი ქართველები მინდა დაალოცოთ უცხოეთში ცხოვრობენ და ჩვენი ემიგრანტი ქართველები ღმერთი შეეციოთ მათ ღმერთმა დაალოცოთ იმიტომ რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანია იმის რომ ჩვენი ქვეყანა სხვანაირად იყოს და ძალიან ისეთი შრომა აქვს ახლა რამოდენიმე ველაპარაკო უცხოეთში მომ ქართულს და ისე შრომობენ ისე წვალებენ რომ მაგით პული გამოაგზავნო აქ ოჯახები არ ჩადები ვერ წარმოიდეს ზოგჯერ თვალითაც კი აი რომ მოგიყვეს ვერ დაიჭეროთ როგორი შრომით ეს ადამიანები და ღმერთი შეეცვა და მოთა დაალოცოს და ღმერთმა ისე დაალოცოს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება რომ ქართველკაც სამუშაო უცხოეთში წასვლა არ დაჭირებოდეს არასოდეს არ მותר რომ ქართველი კაცი ვიღაცის მოსამსახური ყოფილიყოს უცხოეთში ეს აი არ ყოფილიყოს არასოდეს ღმერთი შეეცვა და ღმერთის დახმარებით და ღმერთმა დაალოცოს ღმერთმა დაადახალა ეს კურთხევა წყალობა მადლი და სიკეთე არ მოგოს ღმერთმა წვეთაგას ამინ ხო ბოდიში შაბათს არის მიცვალებულთა შაბათი დიმიტრი შაბათია ეს წელს უკვე ბოლო მიცვალებულთა შაბათია ბოლო მიცვალებულთა მსახურება იქნება უკვე წელამდე წელს არასდროს 5 საათი ჩატარდება ლოცვა ამის პერსონალის ტაძარში და დილის 9 საათზე შაბათს ჩავატარებთ ციკლს ესევე ხვალ შაბათს არის წინა მამა გაბრიელის სენების ყველას მამის და ყველას ბავშვების წმინდანის სენების და გიუცა ყველას მამა გაბრიელის სენების და ეს კურთხევა წყალობა მათი და მამა გაბრიელის უცხო შეეციოს შესაძლებლობას